საღამომშვიდობის მოგესალმებით. საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო დღე წარმატებით დაასრულა. ახლა უკვე მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში ფართო მასშტაბით პირველად იქნა გამოყენებული საარჩევნო ელექტრონული აპარატები და არჩევნების მოდერნიზების ეს ეტაპიც შედგა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ადმინისტრირების თვალსაზრისით ერთ-ერთი კომპლექსური პროცესია, არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. ის ფაქტი, რომ პროცესი ფაქტობრივად ხარვეზების გარეშე წარიმართა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დაგეგმასა და ორგანიზებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. პროცესის წარმატებით წარმართვაში ადმინისტრაციასთან ერთად განსაკუთრებული წვლილი ამომრჩევლებმა შეიტანეს, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით შეუფერხებლად მარტივად გააკეთეს არჩევანი. მადლობას ვუხდი მათ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისთვის, რაც ამ პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და ღირებულებაა. ასევე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო საერთაშორისო ვენდორ კომპანია Smartmatics, რომელთან თანამშრომლობითაც წარმატებით გრძელდება არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვანი პროცესი. ასევე მინდა მადლობა გადაუხადო ამერიკულ კომპანია ProVNDვის, რომელმაც უკვე მეორედ პროფესიულ დონეზე განახორციელა საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი და არ დატოვა კითხვები არჩევნებში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებს, მედიას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში. თქვენმა ჩართულობამ, დაკვირვებამ და აქტიურობამ ხელი შეუწყო მოქალაქეების ინფორმირებას, პროცესის გაშუქებასა და მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფას. და რა თქმა უნდა, არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საარჩევნო მოხელეებს, როგორც საუბნო, ასევე საოლქო დონეზე, რომლებმაც შეძლეს კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა. მათი თავდადება, მოთმინება, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იყო ის საიმედო საფუძველი, რომელზეც დაშენებულია დღევანდელი დღის წარმატება. ყველა მონაწილემ ხარის ერთობლივმა ძალისხმევამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არჩევნები არა მხოლოდ ადმინისტრაციული პროცედურა, არამედ პირველ რიგში არის საერთო საქმე. აღსანიშნავია, რომ სწორედ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება გვაძლევს საშუალებას დღეს კენჭისყრის დასრულებიდან საათსა და 25 წუთში გაგაცნოთ პირველადი შედეგები. აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებს საქმიანობა ჯერ არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ დათვლა კომისიებში ხელით დამატებით გადათვლები ხორციელდება, რის შემდგომაც შედგება შემაჯამებელი ოქმები, რომლებიც ასევე განთავსდება CSKO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, როგორც მოდერნიზებულ, ისევე ტრადიციული საარჩევნო უბნების შემთხვევაში. როგორც მოგეხსენებათ, თვითმმართველობის არჩევნები საკმაოდ კომპლექსური პროცესი არის. ტრადიციულ შემთხვევაში გამოყენებული იქნა 3 ბიულეტენი, ხოლო მოდერნიზებული უბნების შემთხვევაში თითო ბიულეტენი, რომელზეც სამსვეტად მოცემული იყო სხვადასხვა არჩევნების მოცემულობა, რაც თავის მხრივ საჭიროებს გარკვეულ დროს, რის შემდგომაც ტრადიციული ხელით დათვლის შედეგები ასევე იქნება განთავსებული CSKO-ს ვებგვერდზე. ამჯერად კი მინდა წარმოგიდგინოთ პროპორციული შედეგები დედაქალაქის შემთხვევაში, საიდანაც 584 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 573 საარჩევნო უბნის შედეგი, რაც წარმოადგენს დათვლილი უბნების 98.11%. შესაბამისად წარმოგიდგენთ შედეგებს: პარტიის ნომერი 1 მამული ენა სარწმუნოება 3020 ხმა 1.19%, ნომერი 3 კონსერვატორები საქართველოსთვის 12811 ხმა 4.32%, ნომერი 5 ჩვენი გაერთიანებული საქართველო 1720 ხმა 0.58%, ნომერი 7 თავისუფალი საქართველო 2647 ხმა 0.99%, ნომერი 8 საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
3151 ხმა 1,73%. ნომერი 9 ძლიერი საქართველო ლელო 29807 ხმა 10,54%. ნომერი 11 საქართველო 953 ხმა 0,31%. ნომერი 12 მწვანეთა პარტია 1906 ხმა 0,64%. ნომერი 14 სახალხო ხელისუფლება 761 ხმა 0,25%. ნომერი 25 გახარია საქართველოსთვის 9483 ხმა 3,19%. ნომერი 36 გირჩი 22230 ხმა 7,59%. და ნომერი 41 ქართული ოცნება 207985 ხმა რაც გახლავთ 70,15%. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ეს არის 584 საარჩევნო უბნიდან 573 საარჩევნო უბნის შედეგები. რაც შეეხება თბილისის მერსა და სხვა თვითმმართველი ქალაქების მერების შედეგებს, გაგაცნობთ და წარმოგიდგენთ ინფორმაციას. 584 საარჩევნო უბნიდან თბილისის შემთხვევაში დათვლილია 572 უბნის შედეგი. ნომერი 1 თეიმურაზ ბოკელავაძე 2243 ხმა 0,76%. ნომერი 3 ზურაბ მახარაძე 12110 ხმა 4,12%. ნომერი 7 კახაკუკავა 4313 ხმა 1,46%. ნომერი 8 ოთარ ჭითანავა 2594 ხმა 0,88%. ნომერი 9 ირაკლი კუპრაძე 36612 ხმა 12,45%. ნომერი 11 გიორგი ლილუაშვილი 1299 ხმა 0,44%. ნომერი 12 გიორგი გაჩეჩილაძე 2289 0,77%. ნომერი 36 იაგო ხვიჩია 22122 ხმა 7,52%. ნომერი 41 კახა კალაძე 210280 ხმა რაც გახლავთ 71,55%. რაც შეეხება რუსთავს 61 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 58 საარჩევნო უბნის შედეგები, რაც გახლავთ 95%. ნომერი 25 თამარ კეკენაძე 2717 ხმა, რაც გახლავთ 8,6%. ნინო ლაცაბიძე ნომერი 41 30962 ხმა, რაც გახლავთ 91,93%. რაც შეეხება ქუთაისის შემთხვევაში 77 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 74 საარჩევნო უბნის შედეგები, რაც გახლავთ 96%, საიდანაც ნომერმა 11-მა გიორგი ამაღლობელმა მიიღო 2686 ხმა, რაც გახლავთ 6,29%. ნომერი 25 პაატა ზაქარეიშვილი 3454 ხმა 8,7%. ნომერი 41 დავით ერემეიშვილი 36549 ხმა 85,73%. რაც შეეხება ფოთს 24 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 22 საარჩევნო უბნის შედეგი. აქ ერთი კანდიდატი გახდათ ნომერი 41 ბექა ვაჭარაძე, რომელმაც 100%-იანი შედეგი მიიღო 13474 ხმით. რაც შეეხება ქალაქ ბათუმს, ამ შემთხვევაში 90 საარჩევნო უბნიდან 88 საარჩევნო უბნის შედეგი არის დათვლილი. წარმოგიდგენთ მონაცემებს. ნომერი 1 თამარ მიქელაძე 1222 ხმა 2,35%. ნომერი 5 ზვიად კვირიკაძე 2235 ხმა 4,27%. ნომერი 25 გოჩა გუგუნავა 5444 ხმა 10,4%. ნომერი 41 გიორგი ცინცაძე 42156 ხმა
80.55%, ნომერი 42 კახაბერ ცისკარიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი 1268 ხმა 2.42%. ეს გახდათ წინასწარი შედეგები დედაქალაქის მერისა და პროპორციულისა, ისევე როგორც სხვა თვითმმართველი ქალაქების. რაც შეეხება დეტალურ ინფორმაციას სხვა ქალაქებისა და თემების როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარების ნაწილში, რა თქმა უნდა, შედეგების გადმოგზავნისთანავე ისინი თავსდება ჩვენს ვებგვერდზე და უკვე მათი უმეტესობა გადმოგზავნისთანავე განთავსებულია, რაც პირველივე წუთიდან უზრუნველყოფდა საჯაროებასა და ხელმისაწვდომობას შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, რაც შეეხება საბოლოო წინასწარი მონაცემების გამოცხადებას, მას შემდეგ რაც კონსოლიდაცია განხორციელდება ყველა მოწოდებული ინფორმაციის, ჩვენ უახლეს ინფორმაციას აღნიშნული შედეგების შესახებ კვლავ გაგიზიარებთ. მადლობა ყურადღებისთვის.